გიორგი მიქაუტაძის შეძენით ტურინის იუვენტუსი ინტერესდება. იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ზაფხულში სწორედ მიქაუტაძე იქნება. საფრანგეთის ლიგა 1-ის ამ სეზონში. გიორგი მიქაუტაძის ლიონმა მეხუთე ადგილი დაიკავა. გიორგიმ 34 ჩატარებულ შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. გთხოვთ აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა დაეხმაროთ არხს განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა. საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითებული სენტ-ეტიენი რამდენიმე ლიდერს დაემშვიდობება, მათ შორის ზურიკო დავითაშვილსაც, რომელსაც სტრასბურგი იწვევს. დაგეგმილია ზურიკო დავითაშვილის გაყიდვა. სხვადასხვა ფრანგული გამოცემა აღნიშნულ თემაზე ამბობს, რომ ზურიკო დავითაშვილი ამ ზაფხულს სტრასბურგში გადასვლის სერიოზული კანდიდატია. სტრასბურგი სერიოზულად განიხილავს ზაფხულში ზურიკო დავითაშვილის დამატებას. დავითაშვილისადმი ინტერესი არ არის შემთხვევითი. სტრასბურგი ევროსაგზურისთვის ბრძოლაში ლიონის კონკურენტი იყო და საბოლოოდ ლიგა 1-ში მე-7 ადგილი დაიკავა. თუ ხვიჩა კვარაცხელიას PSG საფრანგეთის თასს მოიგებს, სტრასბურგს კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება მიეცემა. როგორც მედიაში იწერება, ასევე დავითაშვილს რამდენიმე მსურველი ყავს, როგორც საფრანგეთიდან, ასევე თურქეთიდან, თუმცა პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ტოპ ლიგაში თამაშია. ერთ-ერთი ფრანგული გამოცემა წერს პრესტი და ასევე ლიგა 1-ში ახლად გადასული პარიზი ინტერესდება. ცნობისთვის, ქართველი სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა. ცნობილი გახდა 2024-25 წლების სეზონის ოქროს ბურთის გადაცემის ცერემონიის თარიღი. საზეიმო ღონისძიება 22 სექტემბერს პარიზში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსგავსად ნომინანტებს შორის წელს ხვიჩა კვარაცხელიაც იქნება, რომელიც წამყვანი გამოცემების ბოლო ინფორმაციით მე-6 ადგილზეა. ბოლო მატჩიდან ემოციურად გააცილეს გიორგი მამარდაშვილი. ცნობილია, რომ მამარდა მალე ლივერპულს შეუერთდება. გიორგი მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა. არ ვიცი, ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. დღეს განსაკუთრებული და ემოციური დღეა. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო. ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებით. ამ დროში იყო ბევრი სირთულე, განვითარების რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები. დღეს დროა დაგემშვიდობოთ. მადლობა ყველას, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა. ვფიქრობ, ჩემი პატარა ისტორია ვალენსიაში დავტოვე. იმედია, ეს კლუბი ყოველთვის იქნება იქ, სადაც მისი ადგილია, წერს გიორგი მამარდაშვილი. დამშვიდობება სტადიონზე არ დასრულებულა. მოედნიდან გამოსული გიორგი მამარდაშვილის გაჩერება ფანების მიერ ორმაგად ემოციური იყო. გიორგი, მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ხარ და გთხოვ დარჩი. უყვიროდნენ ისე, რომ იცოდნენ ამის შანსი 0 ტოლი იყო, ყველას მოუწერა ხელი, ფოტო ყველასთან გადაიღო და არავის დაწყვიტა გული. გზაში კი თავისთვის იხსენებდა ყველა იმ დეტალს, რაც ვალენსიამ და ამ ქალაქმა ქართველ მეოცნებე ბიჭუნას აჩუქა. რაც შეეხება ლივერპულში მამარდაშვილის გადასვლას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქართველი მეკარე ლივერპულთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ლივერპული მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდია, გიორგი მამარდაშვილი კი ახალი სეზონიდან ამ გუნდის წევრი გახდება. არიან მეკარეები, რომლებიც ისეთი რანგის ტურნირზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, მაღალ დონეზე ერთ ან ორ შეხვედრას ატარებენ. გიორგიმ კი მთელი ევრო უმაღლეს დონეზე ითამაშა. გასაკვირია, რომ ესპანურმა გრანდებმა, მადრიდის რეალმა და ბარსელონამ, ასეთი მეკარე ხელიდან გაუშვეს. კარგია, რომ მამარდაშვილს ალისონის მსგავსი მეკარე ეყოლება გვერდში, რადგან მისგან ბევრს ისწავლის. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები 5 ივნის ფარერების კუნძულს, 8 ივნისს კი კაპოვერდეს ნაკრებს დაუპირისპირდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებენ გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე. დღეისთვის სულ ეს იყო. გთხოვთ, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა დაეხმაროთ არხს განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა.